სამართალდარღვევა ითვალისწინებს 200 ლარი ჯარიმას. რატომ იზრდება საგზაო ჯარიმები? ჩემივე უსაფრთხოებისთვის მოძრაობის წესებით დავიცვათ. სამჯერ უფრო მეტი ფატალური შემთხვევა საქართველოში და 20-30 ჯერ მაღალი საჯარიმო სანქციები ევროკავშირის ქვეყნებში. ათვალისწინებული იქნა ისეთი ტიპის სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდა, რომელიც ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოქალაქეთა დაშავებას და გარდაცვალებას. კონფრონტაციის და სხვების დისკრედიტაციის ციხის წერილები. აკრიტიკებს ყველას. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე. ამჯერად სააკაშვილი ქართულ ეკლესიას ერჩევს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის აქ მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს, ის ხნიანად რადიკალური ოპოზიციის ენით ესხმის თავს ქართულ ეკლესიას. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქის არჩევნებს FSB სპეცოპერაციას უწოდებს. ქართული ხორბალი, 8000 წლოვანი ღვინო და 8000 წლოვანი მარცვლეული. Დავამატ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. რა აღმოაჩინეს შულავერის ნასახლარებში? პურის და ღვინის სამშობლოს არტეფაქტები. ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობაში კონკრეტულ დღეს მიმართულება, გაჩნდეს კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქტი. ჯორჯია მსოფლიოს უძველესი მიწათმოქმედები. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 1 მაისია, გიყვებით დღის მთავარ თემებსა და ამოვლენებს საღამომშვიდობისა. ვიდრე დღის მთავარ თემებს გაგაცნობთ ერთი სიახლის შესახებ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღეიდან რუსთავი-2 ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მედია ჰოლდინგის გენერალურ დირექტორად საინფორმაციო სამსახურის უფროსად არხის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ნინო შუბლაძე დაინიშნა. ბაკურ ბაკურაძე კი სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება. დარწმუნებული ვართ ჩვენს კოლეგასთან და არხის მთავარ სახესთან, რომელთან ერთადაც თითოეული ჩვენგან უკვე 10 წლებია მუშაობს. რუსთავი-2 კიდევ უფრო წარმატებული და რეიტინგული გახდება. ჩვენ წარმატებას უსურვებთ ნინო შუბლაძეს. უფრო ვრცლად კი არხის ახალი დირექტორის გეგმებზე დეტალურად უახლოეს მომავალში მოგიყვებით. ახლა კი დღის სხვა მთავარი ამბები. გზებზე სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. ევროკავშირში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 45 გარდაცვლილია. საქართველოში კი მილიონ მოსახლეზე დაახლოებით 129 დაღუპული. ეს რიცხვი იზრდება, სტატისტიკა გაუარესებისკენ მიდის. მხოლოდ 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოში დაიღუპა 469 ადამიანი, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი ნიშნულია. ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა კი სიჩქარის გადაჭარბებაზე მოდის. დიდია ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევებით. ამიტომ ჯარიმები გაორმაგდება. მაღალი ჯარიმა ერთ-ერთი ბერკეტია, რომ მძღოლებს შეექმნათ ფსიქოლოგიური ბარიერი, თუმცა საქართველოში დღეს გაზრდილი ჯარიმები მაინც 30 ჯერ ან 40 ჯერ ნაკლებია, ვიდრე მაგალითად ესპანეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში ან დიდ ბრიტანეთში. ჯარიმები საჭესთან სიკვდილთან თამაშის ერთ-ერთი პრევენცია. მაგალითად პოლონეთში გაზრდილმა ფულადმა სანქციებმა 20-30% შეამცირა გზებზე სიკვდილიანობა ერთ წელიწადში. უსაფრთხოების წესების დარღვევით და გზებზე დაღუპულთა რაოდენობით საქართველო ლიდერობს რეგიონის ქვეყნებში. ცხედის გამოუყენებლობა, ბავშვთა სავარძლების იგნორირება, ავტომობილის მართვის დროს მობილური სარგებლობა, ბასლაინზე სიარული, წითელზე გავლად და ქვეითთა მსხვერპლი. დაღუპულთა თითქმის 34% სწორედ ფეხით მოსიარულია. ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა კი ერთ-ერთი მთავარი მკვლელი ფაქტორია საქართველოში. გზაში მოგებული წამები ხშირად სხვისი სრულიად უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის ფასი იჭდება. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ავტომობილი ავტობუსის ზოლის გადაკვეთის გამო გააჩერა. სამართალდამცველმა მძღოლს საბუთების შეუმოწმა. შემდეგ ჯარიმის ქვითარი ჩააბარა და განუმარტა, რომ წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევს. დღეს შევიდა ცვლილება ძალაში და შესაბამისად გადაეწერებათ აღნიშნული საზავო ქვითარი. სამართალდარღვევა ითვალისწინებს 200 ლარი ჯარიმას. დამდგმები მძღოლებისთვის კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა. დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. არაერთი კატარებული ღონისძიების მიუხედავად, რიცხვი გარდაცვლილ და დაშავებული მოქალაქეებისა გვაქვს საკმაოდ დიდი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს, რამაც განაპირობა კანონის გამკაცრება. მოვუწოდეთ მოქალაქეებს, რომ დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს, გაითვალისწინონ კანონში შესული ნორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულებით შეუმცირდება. დეტალური ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ასლარამდე გაიზარდა ჯარიმა გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, ქულათა რაოდენობა შემცირდება 20-ით. 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია უსაფრთხოების ზღვედის გამოუყენებლობისთვის. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის. დრიფტი, რომელსაც მოხვა ნივთისან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოხვა საავარიო ვითარების შექმნა, ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას. 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის ჯარიმა 200 ლარია. დამღვრევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა. ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამ კრძალავ ნიშანს, გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან. ჯარიმა გაეზრდებათ ისეთ მძღოლებს, რომლებიც ავტობუსის ზოლში დარღვევით გადაადგილდებიან. ბასლაინზე მოძრაობა 100 ლარიან ჯარიმას და 15 ქულის დაკლებას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარამდე იზრდება ასევე იმ ქულების რაოდენობაც, რომელიც მართვის მოწმობაზე დამრღვევ მძღოლს აკლდება. ახალი რეგულაციების შესახებ მძღოლებმა უკვე კარგად იციან. ამბობენ, რომ გამკაცრებული მიდგომა დარღვევების და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს, თუმცა მთავარი მაინც თვითშეგნებაა, რომ საგზაო მოძრაობის წესები არავინ არ უნდა დაარღვიოს. თვითშეგნება არის მთავარი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეგ არის, იმიტომ რომ ბევრი ნასვამი მძღოლები დადიან და ბევრი სახიფათოდ მართავს. უფრო გაამკაცრო იმ მხრივ, რომ ანუ დამრღვევი მძღოლების მხრივ გაამკაცრო რა. ანუ არღვევს მაგალითად ვინც ნასვამი არის და აი არასწორ მანერებს რო აკეთებენ ეგეთ მძღოლებზე. ადამიანი თუ მოწესრიგებულია, ყოველთვის ვცდილობ რომ მოწესრიგებული ადამიანი იყო, ხო? მოძრაობის წესები დავიცვათ. ეს ხო ჩვენი უსაფრთხოებაა, ღვედი, ხო? შეგნებამდეა დასული და ჯარიმებით ესე რომ აი იმის შიშით კი არ უნდა გავიკეთო მე ღვედი რომ ვინმე დამაჯარიმოს 40 ლარით. ეს ჩემივე უსაფრთხოებისთვის არის. რატომ გახდა საჭირო დამრღვევი მძღოლებისთვის კანონის გამკაცრება? ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკით უპასუხა. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს ქვეყანაში 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8191 კი მძიმედ დაშავდა. კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის გაზრდამაც შეუწყო ხელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მზარდი მობილობა საგზაო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. ცვლილების შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ისეთი ტიპის სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდა, რომელიც ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოქალაქეთა დაშავებას და გარდაცვალებას. პირველ რიგში აღნიშნული ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მანევრების წესის დარღვევას და სხვადასხვა კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს. ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეფექტურ კონტროლს თითოეულ სამართალდარღვევაზე. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულმა კანონ პროექტმა საკომიტეტო განხილვები გაიარა. საბოლოოდ კი საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. დღეიდან კიდევ ერთი კანონი შედის ძალაში, ორთვიანი საშეღავათო პერიოდი დასრულებულია. საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად ვეღარ იმუშავებენ. ამ მიმართულებებზე შრომის ბაზარს მთლიანად აითვისებენ საქართველოს მოქალაქეები ან უცხოელები, რომელთაც ბინადრობის უფლება აქვთ საქართველოში. სფეროები დაყოფილია, მიგრანტებისთვის მაინც არსებობს დაშვებული და ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო სამუშაო ადგილები. კანონის საშეღავათო პერიოდშიც კი დაეტყო მიტანის სერვის ახლა გამოძახებებზე ბევრად მეტი ქართულად მოსაუბრე კურიერი მიდის, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ კურიერებს, ტაქსის მძღოლებს და გიდებს არ ეხებათ. კანონში გაწერილია კომპანიებში რეგისტრირებული და არა თვითდასაქმებული მიგრანტების საკითხის. თუ სამ მიმართულებაზე ნულოვანი კვოტაა, მცირე კვოტაა დაწესებული სამთო ალპური და სათხილამურო გიდებისთვის. ამასთან უცხოელთა დასაქმება კვლავ დაშვებულია იმ სფეროებში, სადაც მუშახელის დეფიციტია, მაგალითად მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, სეზონური სამუშაოები, წარმოება, IT და ტექნოლოგიები.
ჩვენ ქართველები თავისუფლად ვაკმაყოფილებდით, რაც სჭირდებოდა ამ კომპანიებს. მაგრამ რატომღაც აიყვანეს ეს უცხოელები? ირაკლი მილაძის მსგავსად ასობით კურიერის და არა მარტო მათ შრომით ინტერესებს დღეიდან კანონი გააუმჯობესებს. 6 წელზე მეტია მილაძისთვის საკურიერო საქმიანობა შემოსავლის მთავარი წყაროა, თუმცა ამ სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო დასაქმებამ პრობლემები მხოლოდ მას არ შეუქმნა. საკურიერო სფეროსთან ერთად ანალოგიური გამოწვევებია ტაქსის მძღოლების შემთხვევაშიც. მომსახურების სფეროში დასაქმებულები ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად მუშაობის აკრძალვა ადგილობრივი შრომის ბაზარს და საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას რადიკალურად გამოასწორებს. გამოვიარეთ ყველანაირი ეტაპი ამ კომპანიაში, ზოგადად საკურიეროში. ეს იყო პანდემია, ლოკდაუნი. ამის შემდეგ იწყება უკვე გაუარესება მდგომარეობის, რაც გამოიწვია უცხოელების დასაქმებამ. მივედი მაგალითად რომელიღაცა კორპუსში შეკვეთა უნდა მივიტანო და უცხოელი დგას და ვერ იგებს, რა უნდა გააკეთოს. ის თანხა, რასაც იღებდნენ უცხოელი კურიერები, გადიოდა ქვეყნის გარეთ და ჩვენ ქვეყანას არ ხმარდებოდა და შესაბამისად და საჭიროც არ იყო. უკვე ბოლოს ისე იყო, ალბათ 70% იყო უცხოელი კურიერი, 50% იყო ქართველი კურიერი. მე მაგალითად სამ შვილს ვინახავ და არის კიდე ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც ამ პროფესიით არის დასაქმებული. ეს ხალხი არ იქნება, სხვა გზა არ დარჩებათ. ანუ ალბათ ტარიფიც უკეთესი იქნება და პირობებიც უკეთესი იქნება. უცხოელები ხელგვიშვიან, განსაკუთრებით ყველა რულზე მიაზეზის, რა ქვია, ტაქსზე. ტურისტი რო ჩამოდის, ჩვენთან არ მოდის. მიდის ისევ თავის ნაციასთან, ირანელი ჩამოვა, ირანელთან მიდის, თურქი ჩამოვა, თურქთან მიდის, თურქს იძახებს და ყველა ეგრეა. რო წამოვა მუშაობა და თვითონაც არ იცოდნენ კლიენტსაც აფრთხობდნენ და კარგავდნენ კლიენტებს. ზების არცოდ მის გამოდენის ბარიერის გამო. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები 1 მარტიდან მოქმედებს. დღეს კი კანონის ამოქმედებიდან დაწესებული 2 თვიანი საშეღავათო პერიოდი დასრულდა. კანონის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ დასაქმდებიან მიტანის სერვისში, ტაქსის მძღოლებად და გიდებად. გიდების შემთხვევაში სრულად აკრძალულია ტურისტულ მარშრუტებზე უცხოენოვანი გიდების მომსახურება. ნაწილობრივ დასაშვებია სამთო გამცილებლების საქმიანობა. სამეზობლო ქვეყნების წარმომადგენლები თავად ქმნიდნენ ამ ეკონომიკურ ჯაჭვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსავლის სახით რჩებოდა მიზერული თანხები. ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ეკონომიკისთვის. მოხარულები ვართ, რომ გადაიდგა თქვენ დინამიკში ამ კუთხით და ახლა მთავარია აღსრულდეს. კანონის აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია უზრუნველყოფს. არალეგალი მიგრანტების გამოვლენაზე მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. იანვარში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 232, თებერვალში კი 312 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი ჯამურად გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს თითქმის 350%-ით აღემატება. დაიწყება შემოწმებები უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული მიმართულებით ჩვენ ნულოვანი კვოტა დავაწესეთ, იცით თქვენ რამდენიმე სფეროში და მათ შორის ამ სფეროებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადამოწმებას დაიწყება. ამას ალტერნატივა არ ქონდა. ჩვენ აქ ელემენტარული სახელმწიფოებრივი წესრიგი უნდა დაგვემყარებინა. შრომითი მიგრაციის კანონში კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს ოპოზიცია. ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე დამსაქმებელი ორიენტირებული უნდა იყოს, ადგილობრივი რესურსით შეავსოს შრომითი ბაზარი. საბოლოო ჯამში ჩვენთვის თავი არის, რომ პრიორიტეტი დასაქმების კუთხით, რა თქმა უნდა ქონდეს საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ არ უნდა იყოს არც ერთ მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქე პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ჩვენ არაერთხელ საუბრობდით, რომ მიგრაციის, უკონტროლო მიგრაციის გამო ქართველები კარგავდნენ სამუშაო ადგილებს და ისეთ დემოგრაფიული კატასტროფის პირას ეს ყველაფერი იყო საშიში. აქამდე მოუწოდებდით ამ მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ უფრო მეტი ადამიანი გადაურჩეოდა ემიგრაციაში გახიზნვას. მიგრაციული ნაკადების ზრდა მთელი მსოფლიოსთვის პრობლემაა. ბოლო წლების მონაცემებით ეს გამოწვევა აუცილებელ რეაგირებას მოითხოვდა საქართველოს მხრიდან. კანონმდებლების განცხადებით, სწორედ ამიტომ მოამზადა მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები და მიზნად საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა დაისახა. როდესაც საუბარი არის არა მაღალ კვალიფიციურ საქმიანობაზე, მაშინ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ მესამე ქვეყნებიდან შეიძლება შემოვიდნენ შრომითი მიგრანტები და მათ ისეთი კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივ ბაზარზე, ადგილობრივ მუშახელს, რომ კონკურენცია შეუძლებელი იყოს. სწორედ ამიტომაც იყო სათანადო ცვლილებების შეტანილი კანონში, რაც ბუნებრივია პირველში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის არის გათვალისწინებული. არალეგალი მიგრანტების გაძევების სტატისტიკა მაღალია, მხოლოდ გასული წლის მონაცემები ბოლო 10 წლეულის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება.
სამთვიანი მუშაობა დასრულებულია, დასკვნა დაწერილი გასცა თუ არა საპარლამენტო კომისიამ პასუხი კითხვას, რატომ ძვირდება 4-ჯერ საბაჟოდან მაღაზიის დახლებამდე პროდუქტები. აზგვერდიან ნამუშევარში ჩაწერილია არაეფექტური საოპერაციო ხარჯები, გაუგებარი და ხშირ შემთხვევაში გაუმჭირვალე კომერციული ან მარკეტინგული გადასახადები, გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები და ასევე შეღავათები მცირე კომპანიებისთვის. დეპუტატები, რომელმაც ბოლო 90 დღის განმავლობაში ქართული ბაზრის ყველა რგოლს მოусმინეს, ამბობენ, რომ პარლამენტში შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც სექტორში მომუშავე კომპანიებს შორის ურთიერთობის ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის. საუბარი არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზეც, რომელიც ევროკავშირს ეკუთვნის. კომისიის აზრით, ევროპული გამოცდილება სავაჭრო ურთიერთობებს, მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და ქსელებს შორის სამართლიანს, გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის. არის საუბარი კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაზეც, რაც შეეხება საწვავსა და მედიკამენტებს. დეპუტატები თვლიან, რომ საწვავზე მოსახლეობისთვის მისაღები ფასის შესანარჩუნებლად 4 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს. ის რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისის გასწორება საშიშიც არის. სექტორული რისკებისა და გართულებების თავიდან ასარიდებლად ფასების რეგულირების კომისია აგრესიული ჩარევის წინააღმდეგია და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სისტემური გაჯანსაღების მომხრეა. საუბარია ევროკავშირში აპრობირებული არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის დანერგვაზე, რომლის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება. მიზანი საბაზრო სექტორის ძირითად თამაშებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურული მოწესრიგებაა. ჩარევა აუცილებელია, თუმცა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მიდგომა უნდა იყოს ზუსტი და წერტილოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში უკუ ეფექტის მიღების დიდი რისკია. უნდა იმუშაოს და შექმნას ინსტიტუციური ჩარჩო ამ სექტორში მოთამაშე კომპანიებს შორის, ასე რომ ვთქვათ, წარმოებელს იმპორტიორ დისტრიბუტორ ქსელებს შორის ურთიერთობის ჩარჩო. სექტორი არის ძალიან დიდი. ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს და სისტემური რისკები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე და ამიტომ აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან თარგეტირებული, ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი და სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ნაწილში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე ამ დოკუმენტის დამუშავება. დოკუმენტის დამუშავებას ალბათ რაღაც პერიოდი დაგჭირდება, ჩვენი რეკომენდაცია ეს არის, თუმცა იმპლემენტაციის პერიოდსაც რაღაც პერიოდი უნდა იყოს, რომ ეს სისტემურად გასწორდეს. ეს პერიოდი, ჩემის აზრით, შესაძლებელია 6-დან 9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს. საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიხედვით ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ ქსელურ მარკეტებს, მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს შორის არსებულ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. პრობლემების გამოწვევ მიზეზებშია კომერციულ ურთიერთობებში გამჭვირვალობის არარსებობა, გადასახადების დაგვიანება და ნაშთების მართვა. სისტემის სტანდარტიზაცია და გაციფრულება კი საოპერაციო მოდელს უფრო მოაწესრიგებს. ამიტომ კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიწოდების ჯაჭვის შემცირება და ცენტრალიზებული დისტრიბუციის რეგიონული ცენტრების მოწყობაა. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის რეგიონებისთვის. და რატომ არის მნიშვნელოვანი და რეგიონებში მცირე და საშუალო ზომის წარმოებისთვის, რადგან ასეთი ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას მიცემს საოჯახო მეურნეობებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათი მიერ ნაწარმოებრივი პროდუქცია აღნიშნულ ლოგისტიკურ ცენტრებში უფრო მარტივად ჩააბარონ, უფრო კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და შედეგად უკვე ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება მათი დისტრიბუცია. საპარლამენტო კომისიამ სუბსატთან ერთად მედიკამენტების და საწვავის ბაზარიც გამოიკვლია და რეკომენდაციები ამ მიმართულებითაც გასცა. დასკვნაში წერია, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული სისტემის და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოება ფასების დარეგულირების კუთხით ეფექტურ შედეგს მოიტანს. კომისია საწვავის სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს მარაგების მართვის გაუმჯობესებას, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციას, ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაციას და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივ დანერგვას ურჩევს. ბავშვთა კვების პროდუქტებზე კი ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმის დანერგვის ინიციატივით გამოდის. რეკომენდაციები არის, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის აზრით არასაკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად. სწორედ ამ მიზეზით ოპოზიციამ დასკვნას ხარი არ დაუჭირა. ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რახან გჯერათ
ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას წარმატებას გისურვებთ. მე მხოლოდ გამიხარდება, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუ ეს ასე მოხდება. ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა პირდაპირ მინდა გითხრათ და კონკრეტული მიზეზის გამო, იმიტომ რომ დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ესეთი მოცულობითია და მართლა დიდი პროფესიონალური შრომა ჩადებული, ხა ამის არ დანახვა არ შეიძლება. უბრალოდ გუში 9 საათზე მოგეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ხა ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეყო. და უფრო მეტად რაც შევამჩნიეთ, ეს არის გავს უფრო სამეცნიერო ნამუშევარს, რაც ესაც ალბათ საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას შემუშავებული. ხა 100 გვერდიანი დოკუმენტი მე ვერ ვიტყვი რომ ეს გამოუსადეგარია. თუმცა რეკომენდაციები კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნასაც, რაც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს. საუბარია ორი ალტერნატიული მოდელის შესაძლებლობაზე. ეს არის დამოუკიდებელი სექტორული მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და არსებული ინსტიტუციის, მაგალითად კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს ფუნქციის გაფართოება. ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ამ სფეროს ჭირდება რეგულაცია. ამ დასკვნაში ზუსტად ეს რეკომენდაცია დევს და ვფიქრობ ეს პირველი ნაბიჯია, რომლითაც დღეს შეგვიძლია ამ გადმოსახედიდან რეალურად დავიწყოთ მუშაობა, რომ შეიქმნას მაკონტროლებელი ორგანო. ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი მომენტი იყო საქართველოში კონკურენციის სააგენტოს დაარსება. კარგი იქნება, რომ ჩვენ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მოვთხოვოთ აი ამ ფუნქციის გაძლიერება, თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილება არის საჭირო, რომ მან უკეთ აღასრულოს თავის ეს ფუნქცია, იმიტომ რომ მას ისედაც ევალება კონკურენციის კონტროლი ბაზარზე და რაღაცა მიზეზების გამო იგი ამას ვერ ასრულებს, სააგენტომ აქვს ხედულობაში, ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით მას ამის აღსრულების საშუალება და სწორედ მან უნდა გაუწიოს მონიტორინგი სწორედ აი ამ ბაზარს, რომელზეც ჩვენ დავწმუნდით, რომ ნამდვილად არსებობს მონოპოლიური, ანუ საბაზრო ძალაუფლების ბრუტად გამოყენების ცალკეული შემთხვევები. საპარლამენტო კომისიამ საქმიანობა დაასრულა, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ამ თემაზე მუშაობას არ წყვეტს. კომისიის თავმჯდომარის ცნობით, შემუშავებული რეკომენდაციების ბაზაზე მთავრობა კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებს. მექანიზმის ეფექტურობისთვის კი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება გახდება საჭირო. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ რეკომენდაციების შემდეგ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას აღმასრულებელი ხელისუფლება დადებს აღნიშნულ სამოქმედო, რომელსაც დაჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები და სწორედ ეს დეტალები ისე პარლამენტში დაბრუნდება, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ იქნება რეგულატორი, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს ამ რეგულატორებს, ისიც ჩვენი განსახილველი იქნება და იქ მოხდება უფრო კონკრეტიზაცია ამ პროცესის. სასურსათო პროდუქციაზე მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში სამთვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. მორიგი კოორდინირებული შეტევა ქართულ ეკლესიაზე ახალი კამპანია მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ექს-პრეზიდენტის საქართველოს პატრიარქის არჩევის პროცესს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. მეტიც ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ ილია მეორის დროს დაიგეგმა ეფესბეში ეს ოპერაცია და მასში ჩართული იყვნენ ქართველი და რუსი აგენტები. ბრალდებებს კონკრეტულ პირებსაც უყენებს, ასახელებს გვარებს, ტრადიციულად ერჩის ყველას და ცდილობს დააზიანოს ნებისმიერის ავტორიტეტი. სერიალი ციხის წერილები გრძელდება, აკრიტიკებს ოპოზიციას, ხელისუფლებას და ახლა უკვე ქართულ ეკლესიას, რომელსაც წინ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება ელის. ასარჩევია საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. კონფრონტაცია და დისკრედიტაცია ეს არის დღეს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გზა. თავს ისევ ყველას და ყველაფრის განმა თავისუფლებლად თვლის. 2 დღის წინ დაწერა, რომ სოხუმს გაათავისუფლებს. ახლა კი აცხადებს, რომ გაათავისუფლებს საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ქართული ეკლესიისთვისაც.
ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ეგრეთ წოდებულ არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან ჰქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. მიხეილ სააკაშვილმა ეკლესიის მადისკრედიტებელი მორიგი განცხადება სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გაავრცელა. არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული და მჟავრდებული ექს-პრეზიდენტი რუსულ სპეცოპერაციას იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას უწოდებს, რაც საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს განსაზღვრავს. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე. ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდიაევის და რუსეთის სააგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის რეალურ გეგმაზე დღეს მართლ გუნდში ისაუბრეს. ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, სააკაშვილის ნეგატიური დამოკიდებულება ქართული ეკლესიისადმი სიახლე არ არის. თუმცა ამჯერად ექს-პრეზიდენტი გარე აქტორების დავალებით ცდილობს საზოგადოების გახლეჩას და ქვეყანაში ამ გზით არეულობის მოწყობას. ძალიან კარგად იცის მეხუთე კოლონის გამორჩეულმა ლიდერმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა, რომ სწორედ ეკლესია სანამ არის ძლიერი და ღირებულებები, სულიერი ღირებულებები არის მაღალ თამასაზე, რა თქმა უნდა, არანაირი შანსი უცხოურ ძალებს და უცხოურ ჩარევას საქართველოში, რომ ისევ პროქსი ქვეყნად აქციონ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ინტერესი გაატარონ არა აქვს. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს მათი ლიდერის განცხადების შერბილებას ცდილობდნენ. ამტკიცებდნენ, რომ პატიმარი ექს-პრეზიდენტი სინოდს თავს არ დასხმია და შესაძლო საფრთხის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა. მიხეილ სააკაშვილის პოსტის შეფასებაზე უარს ამბობენ სხვა ოპოზიციური პარტიები, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსი სინოდის საქმეში არ უნდა ჩაერიოს. არც ერთი პოლიტიკური აქტორის საქმე არ არის ჩაერიოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში. არავის საქმე ეს არ არის. შესაბამისად, ლელოში გვაქვს ეს სტანდარტი დაცული და კომენტარს არ ვაკეთებთ საარჩევნო პროცესზე, რომელიც მიდის ქართულ ეკლესიაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წმინდა სინოდის საქმიანობაში არ ვერევით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს არის პრეზიდენტი საქართველოსი ყოფილი, მათ შორის არის მთავრობის ერთ-ერთი წევრი უკრაინის, ამიტომ მას ძალიან ბევრი ინფორმაციის წყარო აქვს და უბრალოდ ინფორმაცია აქვს იმაზე, რომ რუსული უშიშროება ცდილობს საკუთარი ხელები აფათუროს სინოდის არჩევნებში. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენ ვინმე კონკრეტულ კანდიდატურას ან ხარს უჭერთ, ან ვეწინააღმდეგებით, ამას არ ვიძახით, არც მიხეილ სააკაშვილის იძახის, უბრალოდ ის საუბრობს აი ამ საფრთხეზე, რომელიც არსებობს რუსულ უშიშროებასთან დაკავშირებით. უკვე რამდენიმე დღეა სააკაშვილის მსგავსად ეკლესიის მადისკრედიტებელ განცხადებებს ოპოზიციასთან აფილირებული სხვა პირებიც აკეთებენ. დღეს დოროთე ყურაშვილმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს ცილისწამებასთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ხადია უკვე რომ ეს არის რუსული პროექტი. მეუფე შიო არის რუსული პროექტი. ის არ არის პატრიარქის სულის. ფსიქიურად ის არ არის გაწონასწორებული. რიგი აქტორების გააქტიურებას კოორდინირებული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ კანონმდებლები. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მასთან აფილირებული პირები რეალურად ჩრდილოვანი მმართველების დავალებას ასრულებენ. ისინი ცდილობენ ეკლესიას თავს გარდამტეხ მომენტში დაესხან, რომ საზოგადოებაში დისონანსი შემოიტანონ. ცდილობენ, რომ იმ დროს, როდესაც ეკლესია ყველაზე მოწყვლადია, იმ დროს, როდესაც ეკლესია გადის ესეთ მნიშვნელოვან ცვლილებას, აი ამ დროს, ყველაზე მტკივნეულ დროს შეურაცხონ ეკლესია, ყველაზე მტკივნეულ დროს ეს გამოიყენონ და დააჭირონ, ასე ვთქვათ, ჭრილობაზე ფეხი, ეს ძალიან კარგად მეტყველებს რეალურად ამ ძალის და ამ ადამიანის მათ შორის სახეზე, რეალურად რა ინტერესები აქვს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის აქ მხოლოდ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს, ის მთლიანად რადიკალური ოპოზიციის ენით ესხმის თავს ქართულ ეკლესიას და ცილის წამებრულ განცხადებებს ავრცელებს. სხვათა შორის მის აი ამ სიზურვილზე ჯერ კიდევ 2004 წელს უწმინდესი საუბრობდა, როგორ ებრძოდა ხელისუფლება ეკლესიას და ასევე ჩვენ გვახსოვს წმინდანებზე როგორ საუბრობდა თვითონ სააკაშვილი. ამიტომ ეს მთლიანად აი ამ რადიკალური ოპოზიციის სახე არის. სოციალური ქსელისა და სატელევიზიო ეთერების საშუალებით საპატრიარქოსა და სინოდის შეურაცხმყოფელი კოორდინირებული კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ოცმა ეპისკოპოსმა პატრიარქობის კანდიდატად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო დაასახელა.
პარალელურად ყოფილი პრეზიდენტი მორიგ ბრალდებებს უყენებს ყოფილ თანაგუნდელებს. შეაგინე მიშა სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა ყველა დანარჩენ პარტიას ეს მისია აქვს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს საქართველოში მისი კომპლექსი აქვს. გადალახა თუ არა ზღვარი ექს-პრეზიდენტმა თავისი ბრალდებებით. ოპოზიციური ალიანსი დაშლის პირასაა ყოფილ ნაციონალებს უკვირთ. რატომ შევიდა ნაციონალური მოძრაობა ისეთ ალიანსში, რომელსაც მათი ლიდერი საქმეებს ურჩევს და არც თანასწორად თვლის. 9 თუ 8 რამდენი დარჩებიან შეკრება უახლოეს მომავალშია დაანონსებული. ეს მათი არჩევანია უკვე რაც გააკეთეს ამ ეტაპზე. ხო, რომ თვითონ თქვეს, რომ როგორც საჯარო თქვეს, რომ არც ერთ წესებს არ ვემორჩილებთ. დაუმორჩილებლობამ ნაციონალური მოძრაობა ყოფილი ნაციონალების გაერთიანების კართან დააყენა. ფორმალურად ალიანსში, დე-ფაქტო კი ალიანსს მიღმა. ასე ხედავენ სააკაშვილის პარტიას სხვები, ერთ დროს თანაგუნდელები, რომლებიც მოცემულობის დე-იურედ გაფორმებას შეეცდებიან. საკითხი დღის წესრიგში უკვე დააყენეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ეს არა მათი, არამედ თავად ნაციონალური მოძრაობის არჩევანია. რატომ შევიდა ექს-პრეზიდენტის გუნდი ნებაყოფლობით გაერთიანებაში, სადაც დანარჩენ 8-ს არ მიიჩნევს თანასწორად. ოპოზიციური ცხრიანი ერთი მაგიდის გარშემო სწორედ ამის გასარკვევად შეიკრიბება. ეს არ არის ხედვა, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე ერთი ლიდერის ფიგურის მნიშვნელობასთან. ყველა პარტნიორი თანასწორია, თვითონ ეს გუნდი და სააკაშვილიც უნდა ჩამოყალიბდნენ. თუ არ უნდათ, ამღდა თუ არ იზიარებენ იმ ხედვას, რაც გვაქვს, ხო, მაშინ რატო შემოვიდნენ საერთოდ? და ყველა ვინც საკითხს ასე აყენებს, რომ აი მე ვინც დამიპირისპირდება, ის ვერაფერს ვერ იზავს, ანუ ამით თვითონ საკუთარი თავის ილუსტრაციას ახდენს. საერთოდ არ დაგურღვევია წესი, თუ იქნება ბრალდება და თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ჩვენც უპასუხებთ. სწორედ პასუხების საპასუხოდ უწოდებს სააკაშვილი ალიანსის წევრებს, ხელმოცარულ ოპოზიციონერებს, რომლებიც მისივე თქმით, შეაგინე მიშას მისიას ასრულებენ. ვინ დაიწყო თავდასხმა და ურთიერთგაშავების კამპანია? ფურცელზე შეთანხმებით გაერთიანებულები სხვა ყველაფერთან ერთად ამაზეც დაობენ. ექს-პრეზიდენტი ციხიდან ირწმუნება, რომ შეტევა მას არ დაუწყია და ნაციონალური მოძრაობა მოგერიების რეჟიმშია, თუმცა ალიანსს მაინც არ ტოვებს. ჩვენ არ ვაპირებთ ალიანსიდან გასვლას, უბრალოდ ერთ-ერთი მარტივი რამეა, როცა იქნება გაჟღერებული ბრალდებები და ორკესტრირებული თავდასხმა მოხდება როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ჩვენ ლიდერზე მიხეილ სააკაშვილზე, რა თქმა უნდა, ჩვენგან უპასუხოდ ეს ყველაფერი ვერ ჩაივლის. წესები არ ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტული ადამიანები თავს გვესხმოდნენ და ჩვენ ჩუმად ვიყოთ. მწვავე დაპირისპირებისგან დისტანცირებულები კი სხვებს სწორედ ამას ურჩევენ. ჩუმად გადაწყდეს პრობლემები, რომელიც მხარდამჭერების ფრუსტრირებას იწვევს. ევროპული საქართველო ყოფილ თანაპარტიელებს მედიატორის როლიდან მოუწოდებს, უკვე გაფორმებულ ერთობაში თანამშრომლობის ფორმა მოძებნონ. ეს არ არის რაღაცა თამაში. აქ ბევრმა ადამიანმა თავისი რეპუტაცია, თავისი წონა, აქტივობა და სხვა რაღაცნაირად მოიტანა დღეს ამ ალიანსში. თუ ამ ჩარჩოში ოპერირება, მოძრაობა, ცხოვრება, აქტიურობა ამ პერიოდის განმავლობაში ვინმესთვის დისკომფორტია ან არ შეუძლია, ამაზეც ვიმსჯელებ ჩვენ და რაღაც ფორმა მოიძებნება. მიშა არის მათი ბელადი. სრულ ბელადების შეტენვა პარტიაში არნაირ შედეგს არავისთვის კარგს არ გამოიღებს. ლიდერებით ჩანაცვლების მცდელობა, რომ უშედეგოა, ამას დიდი ხანია ამბობს გირჩი. პარტია თითქმის ყველა მსგავსი გაერთიანების შექმნამდე პროგნოზირებდა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან აღმოცენებულ პარტიებს სააკაშვილისგან გამიჯვნა შედეგს არ მოუტანდა. რადგანაც დაიწყო, მე ურჩევდი, რომ ბოლომდე მieყვანა ამ ალიანსის განადგურება თავისი მოღალატე ლიდერებიანად. ეს არის ღალატის საფუძველზე გაერთიანებული ალიანსი. აქ ფული სხვას მოაქვს და არა მიშას. აი სხვის მიერ მოტანილი ფულის სანაცვლოდ მიშას ღალატობენ და ეს არ არის ნაცების გაერთიანება. ნაცების გაერთიანება მიშას გარეშე, ჩერგოს გარშემო, ან კვარამიას გარშემო არის ოქსიმორონი. ოქსიმორონი მართველი გუნდისთვის ყოფილი ნაციონალების სხვადასხვა პარტიებად დაყოფაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას საერთო მიზანი და საერთო დირექტივა აქვს. ჯარგოლეიშვილი იქნება სააკაშვილი თუ გვარამია, ესენი ყველანი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერები და წარმომადგენლები. ერთმანეთთან რაც არ უნდა ბოროტი ერით ისაუბრონ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი გეგმა მიზანი არის ერთი. დაანახონ თავის რაღაც უცხოელ პატრონს თუ რამდენად მაგრები და ხისტები არიან. სინამდვილეში ამ რადიკალურ ჯგუფებს მხოლოდ ორი რამ ჭყალებში აერთიანებს. ერთი ეს არის საერთო პატრონების დავალებები, რომელსაც მორჩილად და უსიტყვოდ ასრულებენ და მეორე არის ის სიძულვილი და დაპირისპირება, რომელიც ერთმანეთში მათ წლების განმავლობაში გააჩნიათ. ნაციონალური მოძრაობა თბილისში, სხვა დანარჩენები კი სხვა ქალაქებში. ასეთი იყო ერთი ალიანსის ქვეშ გაერთიანებულების მიმდინარე კვირის დღის წესრიგი. პარტიებმა ეგრეთ წოდებული კარდაკარის პრინციპით საჯარო შეხვედრების სახელით იარეს, თუმცა ერთმანეთთან ისევ დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანა ოფიციალურად ტოვებს ევროკავშირი აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტსაც. ოფიციალური ბაქო თვლის, რომ ევროპული სტრუქტურა მიკერძოებული ატარებს ისლამოფობიურ პოლიტიკას და ხელს უშლის რეგიონში მშვიდობის დამყარებას. მიღებულია რეზოლუციაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტთან თანამშრომლობის პლატფორმების ზეწოლის, შანტაჟისა და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად იქცა. გადაწყვეტილების მიზეზი ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს მიღებული ის დოკუმენტი გახდა, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ჰუმანიტარულ და ტერიტორიულ საკითხებს ეხება. საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ევროკავშირის ელჩი დაიბარეს და რეზოლუციაში შემავალი უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები მკაცრად დაკმეს. აგანირებს თუ არა ხელოვნური ინტელექტის სპეციალურად რუსთავიერისთვის ეგრეთ წოდებულ ტროლებს მითების დეტექტორი ტელევიზიას დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ სოციალურ ქსელებში რუსთავიერის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს დიუშენის სინდრომის შესახებ ყალბი ანგარიშები იწონებენ. ეს პოსტები ეხება როგორც მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე მაგალითად თბილისის მერის განცხადებას. უცხოური ფონდები დაფინანსებულ NGO-ს, რომელიც სხვების ინფორმაციებს ამოწმებს, თავად არ აქვს არანაირი მტკიცებულებები ბრალდებებზე და მხოლოდ ეჭვებით აქვეყნებს საკუთარ დასკვნებს. სწორედ ასეთი საქმიანობის გამო გადაწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ ფაქტ-ჩეკერებსა და კონტენტის მოდერატორებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მიღება შეეზღუდათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს პლატფორმები ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციას. სიცრუის ტირაჟირებაში ქართული ოცნება მითების დეტექტორს ადანაშაულებს. მართლ გუნდში ამბობენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ეს ორგანიზაცია მხოლოდ უცხო ძალების ინტერესებს ემსახურება. ავრცელებს დეზინფორმაციას, ცდილობს ყველა თემის პოლიტიზირებას და ხალხის ემოციებზე ზემოქმედებას. საუბარია მითების დეტექტორის მიერ გავრცელებულ მურიგ სტატიაზე, რომელშიც ორგანიზაცია რუსთავიორს და ვატო შაქარიშვილს ბრალს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ტროლ-ბოტების მობილიზებაში სტებს. სიმართლე მოთხარის არასდროს არ არის და ესეთ შემთხვევაში ესეთი ყველაფრის მკადრებელი ჯგუფები მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციას ირჩევენ ხოლმე საკუთარ იარაღად. მაგრამ ამ დეზინფორმაციითაც საბოლოო ჯამში ვერაფერს აღწევენ. დეზინფორმაციის მხარეს ჩვენი საზოგადოება არასდროს დადგება. მითების დეტექტორი ვრცელ სტატიაში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ Facebook ანგარიშებს ეწერს. სტატიაში ამტკიცებენ, რომ იმ პოსტებს, რომლებსაც რუსთავი-2 დიუშენის დაავადებასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებდა, ყალბი პროფილებით იწონებდნენ. რის საფუძველზე აკავშირებს მითების დეტექტორი არაავთენტური Facebook პროფილების აქტივობასთან რუსთავიორსა და ნეიტრალური საქართველოს ლიდერს. მაშინ როცა ყალბი Facebook გვერდის შექმნა სხვადასხვა მიზნით დღეს ნებისმიერ ადამიანს და ორგანიზაციას შეუძლია. მტკიცებულებების შესახებ ბრალდებების ავტორს ვკითხეთ თამარ კინწურაშვილმა კონკრეტული ფაქტების დასახელების ნაცვლად მის მიერ მომზადებულ ზოგად სტატიაზე მიგვითითა. მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩვენ სოციალური აქტივობის ეს მიზნით ვიყენებთ ტროლ-ბოტებს და ეს ტროლ-ბოტები უკავშირდება ნეიტრალურ საქართველოს. ანუ ნეიტრალურ საქართველოს უკავშირდება ზოგიერთი ყალბი ანგარიში, რომელიც იწონებს თქვენ გვერდებს, ყველა მტკიცებულება მოცემულია სტატიაში. ხალხი შექმნა შეუძლია ყველას. ანუ იგივე პოსტის დალენქება შეუძლია ყველას. რითი ამტკიცებთ, რომ რუსთავი-2 ამ საქმეში გარეული ან ვატო შაქარაშვილი? ანუ ეს ანგარიშები იწონებენ თქვენ გვერდებს 47 ყალბი ანგარიში, როდესაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ანგარიში იწონებს ერთი და იგივე პოსტს, ეს არის არაბუნებრივი ქცევა, რომელიც აჩენს ეჭვებს. ტროლების მობილიზება დიუშენის მშობლების წინააღმდეგ, წამის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებასაც აბალებ ტელეკომპანია რუსთავიორს, მაშინ როცა ჩვენს მიერ მომზადებული ყველა მასალა ეხება სამეცნიერო კვლევებს და დოკუმენტებს. ეს საფუძველზე მოხდა მსგავსი თქვენ ასახავთ ხელისუფლების პოზიციას. მითების დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს ბრალდებების ადრესატი. ვატო შაქარიშვილის თქმით, მსგავსი დეზინფორმაცია ნეიტრალური საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება. ეს ემსახურება რამენაირად ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის დისკრედიტაციას, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად ახლა საზოგადოება იცნობს კარგად ამ ორგანიზაციების უკამდგომ ადამიანებს. ეს არის თამარ კინწურაშვილი, რომელიც იყო მიტაცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი სააკაშვილის რეჟიმის დროს, ხოლო მას შემდეგ ის არის მოგვევლინა აზრის პოლიციელად, მედია ცენზორად.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე მითების დეტექტორის მსგავსი ორგანიზაციების და მის მიღმა მდგარი ადამიანების ხელწერაა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის იარაღად გამოყენების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა არც უცხო ძალებს და არც მათი ინტერესების გამტარებლებს არ გამოუვათ. ეს ეგრეთ წოდებული მითების დეტექტორი, რომელიც არის როგორც ვიცით, უცხოეთიდან დაფინანსებული და ყველაფერს ცდილობს სიმართლე ტყუილად მოაჩვენოს და პირიქით რაღაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, მაგის ნამდვილად არ ჯერა საზოგადოებას, ამიტომაც ხა წერენ და იკითხონ სინამდვილე და სიმართლე სხვა არის და საზოგადოება მას ყველაფერი კარგად იცის. მითების დეტექტორმა რუსთავი 2 დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაშიც დაადანაშაულა ეს მაშინ, როცა ჩვენს მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებსა და ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წამლებისა და სურსათის სააგენტოს, ასევე ევროპის წამლის სააგენტოს ოფიციალურ ინფორმაციას. ცოტა ხნის წინ რუსთავში ახალგაზრდული ფესტივალი სტუდფესტი 2026 გაიხსნა. სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი. სტუდენტურ ფესტივალს წელს სიახლეც დაემატა 14 ივნის თბილისში 5 კილომეტრიანი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კულტურული მიმართულებით კი ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში. სტუდენტური ფესტივალი რუსთავში პრემიერმა გახსნა. რუსთავს და ლევან ფანცხავას ვრთავთ ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. დიახ, 40 უნივერსიტეტიდან ათასობით სტუდენტი ჩამოვიდა დღეს იმ უნივერსიტეტებიდან ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც სტუდფესტში მიიღებენ მონაწილეობას და ისინი ასე რომ ვთქვათ, ჩაერთნენ იმ ღონისძიებაში, რაც დაგეგმილია სტუდფესტის ფარგლებში. ვიდრე პოლიტიკური ლიდერები ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავდნენ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქში სხვადასხვა სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები, გამოვიდნენ გამარჯვებულებიც და როგორც იცით, 21 ივნისს დასრულდება სტუდფესტი თბილისში მასშტაბურად. მანამდე კი დედაქალაქი ასევე უმასპინძლებს მარათონს. დღეს რუსთავში გაიმართა არაერთი ღონისძიება, როგორც გითხარით, დღის ბოლოს კი უკვე სტუდფესტი გაიხსნა ოფიციალურად და ტრიბუნიდან ახალგაზრდებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დედაქალაქის მერმა. მათ აღნიშნეს, რომ 2014 წლიდან სტუდენტურ ფესტივალში ახალგაზრდების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს, რაც სასიხარულოა და მათივე განცხადებით დღეს რუსთავში ყველაზე მეტად იგრძნობოდა ახალგაზრდების ენერგია მომავლის. ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს სტარდება ეს ღონისძიება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. მადლობა ყველას ორგანიზატორებს, თბილისის მერიას, რუსთავის მერიას. მიხარია, რომ პირველად რუსთავში წელს იხსნება ეს ღონისძიება. განათლების სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. წარმატებული სტუდფესტი მინდა გესურვოთ. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა არის შეკრებილი დღეს საღამოს და ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა. ენერგია მომავლისა. და მინდა წარმატებები გისურვოთ ყველაფერში. სასიამოვნოა ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონების, სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტები შეიკრიბა და წარიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ ამ მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობისთვის. მადლობა გითხრათ, წარმატებები გისურვოთ. მადლობა მინდა ასევე გადაუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, განათლების სამინისტროს. ბატონო პრემიერო, მადლობა მხარდაჭერისთვის. 2014 წლიდან იმართება აღნიშნული ფესტივალი და ყოველწლიურად იზრდება ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა და წელს 20,000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. წარმატებები და გამარჯვებები მინდა გისურვოთ ყველას. სტუდენტებს მთავარი სცენიდან მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ასევე რუსთავის მერმა და თქვეს და აღნიშნეს, თუ რამხელა ადგილი უჭირავს სტუდენტურ ფესტივალს სტუდენტების ცხოვრებაში, ასევე რუსთავის მერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სტუდენტურ ფესტივალს მომზადებული შეხვდა და მათ აღნიშნეს, რომ ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, რაც კი აქამდე ჩატარებულა.
სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება თავის სტარტს იღებს სწორედ ქალაქ რუსთავში. ქალაქში, რომელიც ახალგაზრდული ქალაქია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უმაღლესი განათლების მიმართულებით, რუსთავი კიდევ უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს, რამე თუ საუნივერსიტეტო ქალაქი თბილისსა და რუსთავს შორის რუსთავთან სიახლოვეში აშენდება და აქ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა აქტივობაში იქნება ჩართული. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქ თბილისის მერს, მერიას, საკრებულოს, ქალაქ რუსთავის მერს, ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი მადლობა გადაუხადო ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მთავრობის მეთაურისგან გვაქვს და რა თქმა უნდა ტრადიციულად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველთვის იყო ამ პროცესის მხარდამჭერი და ჩართული ვიყავით და ჩვენ ყოველთვის ამ პროცესის გვერდში მდგომი ვიქნებით. მართლაც საოცარი შეგრძნება ყოფილა, როცა შენს ქალაქში ამდენი ახალგაზრდა გაერთიანებული. მოგესალმებით ძვირფასო, ჩემი ქალაქის სტუმრებო, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად ერთი ძალიან ლამაზი ახალგაზრდული დღე და საღამო გავატაროთ. ბატონო ირაკლი, მადლობა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენს ქალაქს აქვს. სწორედ ეს შესაძლებლობაა დღეს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ გავაერთიანოთ ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში. ახალგაზრდებო, თქვენ ხართ საქართველო, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღეც და მომავალიც. ის რომ დღეს ათასობით ახალგაზრდა ჩვენს ქალაქში გაერთიანდა, დამეგობრდა, ეს ყველაზე მთავარი გამარჯვებაა ჩვენი ქალაქისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის. სტუდფესტი 2026-ის მხარდამჭერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რუსთავის მერია, თბილისის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო და როგორც გითხარით, სტუდენტური ფესტივალი მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ივნისამდე გაგრძელდება. მას მადლობა, ეს იყო ლევან ფანცხავა და ჩვენი პირდაპირ ჩართვა რუსთავიდან. 2500-ზე მეტი დასაქმებული 6.900.000 ლარიანი ყოველთვიური სახელფასო ფონდი 50 მილიონ ლარზე მეტი ადგილობრივ ბიუჯეტში ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია 2025-26 წელს აჯამებს. რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე უმსხვილესმა კომპანიამ ერთი წლის წინ დაიწყო, ჭიათურაში სრულად განახლდა მიწისქვეშა წარმოება. ჩადარდა მაღაროების გამაგრებითი სამუშაოები, სრულად აღდგა შრომის უსაფრთხო გარემო. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2510 ადამიანი დაასაქმა. მენეჯმენტ კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად 220 მილიონი დოლარი შეაქვს. გავაერთიანეთ მიწისქვეშა მოპოვებასთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა კომპანია. მაღაროების აღდგენითი სამუშაოები, რეაბილიტირებული ცენტრალური განიავების სისტემა და გაუმჯობესებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ წარმოების განახლებისა და რეორგანიზაციის შედეგები შეაჯამა. ახალი ეტაპი ინდუსტრიული ქალაქისთვის, წლიური ანგარიშის დეტალური პრეზენტაცია კომპანიამ ქალაქის კულტურის ცენტრში საჯაროდ გამართა. მივახციეთ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც გეგმაში ჰქონდა გაცხადებული და უფრო მეტიც დავდეთ 5+5, ანუ 10 წლიანი მუშაობის გეგმა, რომელზეც კომპანია მზად არის სამომავლოდ ჭიათურაში განახორციელოს. გამოწვევებით სავსეა, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოება, თუმცა კომპანიას აქვს ხედვა ამ გამოწვევების ბრძოლის. ღონისძიებაზე კომპანიის დირექტორმა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები წარადგინა. არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განვითარების ხედვა გააჟღერა. ერთი წლის წინ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად ჭიათურაში მიწისქვეშა წარმოება სრულად აღდგა. 10-მდე ობიექტზე, მათ შორის შუქრუთის, ღვიმევის, ითხვისის მაღაროებში რეაბილიტაცია წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით წარიმართა. სამუშაოების უმეტესობა გასულ წელს დასრულდა, რასაც წარმოების პროცესის განახლება მოჰყვა. ჩვენ განსაკუთრებით რთულ პერიოდში დავიწყეთ მუშაობა, თუმცა მოვახერხეთ ვითარების გამოსწორება. წარმოება სრულად განახლდა და დღეისთვის ყველა საბადო გამართულად მუშაობს. ასევე მზად გვაქვს 5 წლიანი სამოქმედო გეგმაც. წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამოწვევების მიუხედავად კომპანიამ 2025 წლის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. გასულ წელს მიწისქვეშა საწარმოებში 300,000 ტონამდე წიაღისეული მოიპოვეს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ამაჩვენებელმა უკვე 160,000 ტონას გადააჭარბა. 10 თვის განმავლობაში კომპანიამ მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში 53 მილიონ ლარზე მეტი გაიღო. აღდგა მთლიანად
ჯორჯიან მანგანეზში, ასე ვთქვათ, მუშაობა და სრული დატვირთვით მუშაობს, ქალაქი მუშაობს წარმოება, რაც პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და წინ კიდევ ბევრი სიხარული გველის. რეორგანიზაციის პროცესში კომპანიის პრიორიტეტს დასაქმებულთა უსაფრთხოება და სოციალური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა. დაინერგა განახლებული სახელფასო სისტემა, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი და ახალი სადაზღვევო პაკეტი. მოიწყო თანამედროვე სამზარეულოები, სრულად განახლდა კვების რაციონი და გაუმჯობესდა ტრანსპორტირების სერვისი. კომპანიის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშ დღეს პირადად გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი. დღეს ვსაუბრობთ ამ საწარმოს რეალურ პერსპექტივაზე. საწარმოზე, რომელსაც შეუძლია რეალურად ფეხზე დააყენოს აქ მთლიანად ქალაქი და რა თქმა უნდა თიმსი თითოეული მაცხოვრებელი. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამარჯვებაც და ვფიქრობ, რომ შემდგომი ნაბიჯების გაბედულად გადადგმის რეალურ პერსპექტივას აჩენს. დასაქმება და სამართლიანი ანაზღაურება. პრეზენტაციაზე საკადრო პოლიტიკის შედეგების მაჩვენებლებიც გასაჯაროვდა. საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 2500-ს აჭარბებს, გაიზარდა ანაზღაურება. 2023 წელთან შედარებით საშუალო ხელფასმა 368 ლარით მოიმატა. ყოველთვიური სახელფასო ხარჯი კი 6.900.000 ლარს აღწევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანია უზრუნველყოფდა კომპენსაციების გაცემას იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ვერ დასაქმდნენ განახლებულ საშტატო პოზიციებზე. შუქუთის მაღარო კატასტროფულ მდგომარეობაში იყო სანგრევები, ფიზიკურად იქამდე მისვლაც არ ხერხდებოდა. დღეს ყველაფერი კარგად არის, შოვა მიმდინარეობს შოულებრივ რეჟიმში. ყოფილია ყველა ჩვენი თანამშრომელი არსებული მდგომარეობით. საწარმოომ აიღო სრული სტარტი სიკეთისკენ და ყველაფერი არის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. მუშა პროცესი დღესდღეობით კოროხნალის მაღაროზე მიმდინარეობს შეუფერხებლად. პრეზენტაციის ფინალური ნაწილი განვითარების სტრატეგიას დაეთმო. ქალაქისთვის ინდუსტრიული სტატუსის შენარჩუნება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. დასახულ ამოცანებს შორის პრიორიტეტულია წარმოების რენტაბელურობის გაზრდა, რისთვისაც ტექნიკური მოდერნიზაცია და მარაგების მართვის დახვეწა იგეგმება. კომპანია 8 მილიონ ტონამდე მადნის მოპოვებასა და საინვესტიციო პროექტების განვითარებას გეგმავს. ქალაქ ჭიათურის ისტორია დაკავშირებულია მთლიანად მანგანუმის მოპოვებასთან. ეს არის გაუწყვეტელი ჯაჭვი. ჩვენი მიზანი სახელმწიფოსი, კონკრეტულად ჩემი მაჟორიტარის, არის რომ ეს საწარმო იყოს ჩვეულებრივი გამართული საწარმო, რომელსაც აქვს მოგება, რაც მიცევს საშუალებას განვითარდეს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რომ ამ ძიმე შრომას, რასაც თანამშრომლები აკეთებენ, კონდეს ღირსეული ხელფასი. ჭიათურის მაღაროებში განხორციელებულ რეორგანიზაციის შედეგებისა და სამომავლო ხედვების განხილვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი ჭიათურის მიწისქვეშა საწარმოებს უკვე 2 წელზე მეტია რაც მართავს. ჯორჯია იგივე გეორგიას სოფლიოს უძველესი მიწათმოქმედები 8000-ლოვანი ღვინო და 8000-ლოვანი მარცვლეული საქართველოს ღვინის სამშობლოც არის და ხორბლისაც არტეფაქტები შულავერში აღმოჩენილი. ყველაზე ძველი ფიზიკური ნიმუში ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ღვინისა და პურის ხორბლის დამოუკიდებელი წარმოშობის უძველესი კერაა. ქართველები კი უძველესი მეღვინეები და მეპურეები. შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად სამხრეთ კავკასიის ნეოლითური მოსახლეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ამ დასახლებებში ცხოვრობდა, დახვეწილი ადრეული ფერმერები იყვნენ. პურის ხორბლამდე კი იყო ღვინო. კვლევის თანახმად სწორედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა მისცა მსოფლიოს ღვინოც. ამის დამადასტურებლად კი არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიური ანალიზებია მითითებული, რომელთა ასაკი 8000 წელია. Თავმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8000 წლის წინ ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ ღვინოს და უკვე მოშინაურებული ჰქონდათ ხორბალი. ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცოდნა ახლა უკვე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებით დასტურდება. აღმოჩენა, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი დაწერა. საქართველო, რომელიც მსოფლიომ დიდი ხანია ღვინის სამშობლოდ აღიარა, ახლა პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა. ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლა ჩატარებული მულტიდისციპლინური კვლევის შესახებ მოგვითხრობს. ნაშრომზე ქართველმა, კანადელმა და ისრაელელმა მეცნიერებმა იმუშავეს. ეს არის ძალიან დიდი მეცნიერული აღმოჩენა, რომელთაც საქართველო კიდევ ერთხელ ხვდება
რუკაზე, მეცნიერულ რუკაზე, სადაც ხდება ინოვაციები სწორედ მიწათმოქმედებაში, ასე რომ საქართველოს არის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი ინოვაციური მიწათმოქმედების. სტატია აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას ეყრდნობა, რომელიც საქართველოში გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და ქართველი პალეოეთნობოტანიკოსის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს. ხორბალმა გაიარა ევოლუციის საკმაოდ დიდი გზა, მარტივიდან რთულისკენ, ესე მარტივად რომ ვთქვათ, და ამ სახით, ანუ დასრულებული სახით რომ მივიღეთ, ეს ზუსტად მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი იყო ჯერ 2017 წელს პირველი ღვინის ნაშთის აღმოჩენა სწორედ ჩვენი ექსპედიციის თანამშრომლობით და ასევე სწორედ აი დღევანდელი სამეცნიერო აღმოჩენები. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან წარმოადგენდა მიწათმოქმედების განვითარების ცენტრს და დღეისათვის ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც 8000 წლის წინანდელი პურის და ღვინის კვალი დოკუმენტურად დადასტურდა. დღეს ძალიან დიდი დღეა ნამდვილად, არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებისთვის და ულოცავ მთელ საქართველოს ჩვენ ეს ნამდვილად ასობით წლის მანძილზე ვიცოდით, მაგრამ ამის დადასტურება სამეცნიერო დონეზე არის მსოფლიო დონის აღიარება, რასაც ნამდვილად ჩემ თავსაც, ჩემ ქვეყანასაც და ჩვენ ხალხსაც ვულოცავ. მინდა მივულოცო საქართველოს ეს უდიდესი აღიარება და კიდევ ერთი წარმატება. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობაში, კონკრეტულად ეს მიმართულება გაჩნდეს კიდევ ერთი საექსპორტო პროდუქტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა გახდეს ტურიზმისთვის დამატებითი ტურისტული ვიზიტულობის ცენტრის. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და საზოგადოება ივერიისას მიერ. ასეთი იყო დღევანდელი დღე 1 მაისი და კურიერი 9 საათზე. დარჩით რუსთავი 2-ზე რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს გადაცემა ავტოგრაფი განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამ თვას ვსრულებთ მუშაობას და ორ შაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის.